მეცადინეობა 37. მეორე ნომრის მეშვიდე ქვენომერი. x-5-ის ფარდობა 3x+9-დან ნაკლებია ან ტოლი 3-ზე. უტოლობის ამოხსნის მიზნით 3 გადმოვიტანოთ მარცხენა მხარეში. ამის შემდეგ შევასრულოთ გაერთმნიშვნელიანება და მრიცხველში შევაერთოთ მსგავსი წევრები. საბოლოოდ მივიღებთ -8x-32-ის ფარდობა 3x+9-დან ნაკლები ან ტოლი 0-ზე. მრიცხველიდან ცხრილის გარეთ შეიძლება გავიტანოთ -8, ხოლო ნიშნულად ცხრილის გარეთ შეიძლება გავიტანოთ 3. ცხრილადის ორივე მხარე შეიძლება შევკვეთოთ -8-ზე და 3-ზე. ესე იგი, უტოლობის ორივე მხარეს თუ გავყოფთ -8 მესამედზე, ცხადია უტოლობა ნიშანცეიფლის და ნაკლები ან ტოლის ნაცვლად მივიღებთ უტოლობას მეტი ან ტოლი ნიშნით. მრიცხველი იქნება x+4, ნიშნული იქნება x+3. ამის შემდეგ გამოვიყენებთ სქემას, როდესაც წილადია 0-ზე მეტი. როგორც ვიცით, წილადი 0-ზე მეტია, როცა მრიცხველი და ნიშნული ორივე დადებითია ან ორივე უარყოფითი. ამიტომ განიხილება ორი სისტემის გაერთიანება. პირველი სისტემა x+4 მეტი ან ტოლი 0-ზე, x+3 მეტი ან 0-ზე. მეორე სისტემა x+4 ნაკლებია ან ტოლი 0-ზე, x+3 ნაკლებია 0-ზე. როგორც ხედავთ, პირველი სისტემის ორივე უტოლობა ერთი და იმავე მეტია ნიშნის უტოლობა, ამიტომ საბოლოოდ დარჩება x მეტია -3-ზე. მეორე სისტემის ორივე უტოლობა ერთი და იმავე ნაკლებია ნიშნის უტოლობებია. x ნაკლებია ტოლი -4-ზე, x ნაკლებია -3-ზე. ცხადია დარჩება x ნაკლებია ტოლი -4-ზე. ამრიგად საბოლოოდ მივიღებთ x მეტია -3-ზე და x ნაკლებია ტოლი -4-ზე ამ ორი უტოლობის გაერთიანება. ესაა სწორედ მეშვიდე უტოლობის ამონახსნა სიმრავლე.